ნიკო გაბრიელიძე მაჩაბელი დაიბადა 1940 წელს ქალაქ თბილისში. ნიკოს მამა გაბრიელ მაჩაბელი ამჟამად პენსიონერია. დედა ადრე გარდაეცვალა. მამამ ცოლის გარდაცვალების შემდეგ თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას და მატარებლის გამცილებლად დაიწყო მუშაობა. ამის გამო ბავშვი ხშირად მარტო რჩებოდა. უდედოდ დარჩენილ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ნიკოსთან სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები, რამაც რა თქმა უნდა თავისი დაღი დაასვა მის ცხოვრებას. ავადმყოფი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა და საკმაოდ კარგადაც. მეოთხე კურსიდან მიატოვა ინსტიტუტი. გარდა ქართული და რუსული ენებისა, ავადმყოფი კარგად ფლობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებსაც. ეს ის არის სოლოგში ცხოვრობს, ხო? ავადმყოფი დროდადრო მუშაობდა, მაგრამ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა. მისი ბინიდან ხშირად ისმოდა სიცილი, ტირილი. მუშაობდა მხაზველად, სცენის მუშად, სტატისტად, გერმანულის მასწავლებლად და ღამის დარაჯადაც კი. მაგრამ გულს ვერაფერს ვერ უდებდა. უმეტეს დროს უქმად და უსაქმურად ატარებდა. მეზობლების უამრავი საჩვენების საფუძველზე, როგორც გამოუსწორებელი ლოთი, მოთავსებული იქნა ჩვენს კლინიკაში სამკურნალოდ. ავადმყოფმა გაიარა 20-დღიანი კურსი. მკურნალობამ დადებითად ჩაიარა. შემოიყვანეთ ავადმყოფი. მოვბრძანდეთ ბატონო ნიკო. დაბრძანდეთ. მადლობთ. დაჯექი. ბატონო ნიკო, კურნალობა უკვე დამთავრებულია, ახლა ჩვენ გვაინტერესებს როგორ გრძნო თავს. მადლობთ, კარგად. მოჩვენებები ალბათ უკვე აღარ გაწუხებს, არა? პირველად რომ მომეყვანეს მქონდა, ახლა აღარ მაქვს. ესე იგი დამშვიდდი. კი. კარგი. ახლა ჩემო ნიკო. აქედან რომ გაეწერები, თავი უნდა დაანებო ალკოჰოლურ სასმელებს. ეს შენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. რადგან ესეთი კურსი ჩაგიტარო, რომ შეიძლება უკურეაქცია მოგცეს. გასაგებია, ხო? და საერთოდ ჯობია თავი დაანება იმ ამხანაგებთან შეხვედრას, რომლებთანაც ადრე გეხდებოდა სმა. ეს ჩემი მეგობრული რჩევა. უპირველეს ყოვლისა სამსახური უნდა დაიწყო. იცოდი ადამიანისათვის შრომაა ყველაზე კარგი მკურნალი. ჩვენ ახლა სავსებით ჯანმრთელი ხარ და ჩვენც დაგეხმარებით. იარე კინოში, თეატრში, დილოვებითი ვარჯიში და გაგივლის. საერთოდ ჩემნარი ხალხის სამსახურში მიღებას ელიდები. არ ვცვენია ბიჭო. აქ არა, ყველაფერში დაგეხმარები. აბა, შენიც. კარგად იყო. კარგად იყო. თუ რამე დაგჭირდეს, გამომიარე, არ მოგერიდეს. დახმარებით. ნიკო, საით? ზედეთ გამარჯობა. როგორ ახ? გამოგიშვეს? სუმედიო. კარგად.
ვა, ნიკო. სადახარ და თბილისიდან ხარ გადასახლდა. როგორ ახლა? შენ როგორ ვა, ბიჭო, შეხედე ამას ვიწყდაბათ. ბიჭო, შედახარ. საით გაგიწევია რა? ბიჭებო, როგორ ახლა? რა შენა? მოიცადე? ასო შედათავიდან რა თვითონ შეგადავდი. მე მიაშენ. მარტო ვარ, ბიჭებო, ჩემთან ავიდე. სამეგონი გასაგებად ლაპარაკობ. წავედი, ბიჭებო, ჩემთან ავიდე, ყველა პროგრამა. მივალ, მამაჩემს ვაკოცებ და ამ წუთში ამოვალ რა. კარგი რა ნიკო რა. რა დროს ანზო, მამაშენი? ხო იცი 20 დღე არ მინახია მამაჩემ. მივალ, ვაკოცებ და გემპიცებ. მოიცადე. ნახე მამა შენი. გელასთან გელოდე. ერთი ჩვენებურად დავიწყანო. არაგზე უნდა გადავიდეთ ბიჭებო, თორემ დავედარი გავსუხდით. ერთი ჩვენებურადაც ფორმაშია რა. ძიანიკო, გამარჯობათ. ძიანიკო მოსულა. დადუნა. როგორ ახლა? ქალბატონ დარიას ვახლავარ. ნიკო, სადა ხარ? მობრძანდი? მარია, როგორ ახლა? როგორ უნდა ვიყო ამ დღეში? გამარჯობა მამა. გიმარჯვეს. რა ვქნა? ისე სასწრაფოდ მომიხდა მივლინებაში და სულ ვერც კი დაგემშვიდობა. ისე ერთ დავაბარე და არ შეგატყობინა, ჰა? არავინ არ მოსულა შვილი. მე თვითონ მივხვდი. რა ხალხია გაგიხდები პირდაპირ. ვერაფერს ვერ ემტობა კაცი. ისე როგორ მოიარა? არა უშავს. რაც თავარია საქმე გამოვიდა. მე მგონი უпроსობა უკმაყოფილო არ დამჭირდა. დაჟექი ნიკუშა, შეჭამერამა. იკუთხეში ერთი ბოთლი ღვი. არ მინდა მამა, შენ დაგი. არა, არც მე. ჭამე. ისე ნიკუშა იქ როგორ გეცეოდა? რა ვიცი. როგორ გითხრა? ხო ის ხალხი ჭელია ზოგი როგორ და ზოგი როგორ. ისე შე როგორ ახ? არა ისას. დავედი ერთხელ. გიუშას ნახვა მინდოდა, მაგრამ შუაგზიდან დავუმტკი. ცოტა თავუძამე ხო, რას იზამ ხდება ხოლმე. არა უშავს მამა, ყველაფერი კარგად იქნება. ისე მეც უნდა მოვეშვა ამ სამსახურს. რამე ახალი უნდა ვიშო. მომბეზდეს მივლინებები. ჩემპიონინოს უსტარი ამოუჩნდა. ხვალ წაიღებენ ალბათ. აბა რა მექნა. ვარები ხომ გასასტუმრებელია. მე წავედი მამა. სად ვერიხ? მოდიეთ დავგარი. დავგრა ის? ის დავგარის. ეს ხო?
საგარეჯოს რაიონის მეცხოველეები იხსვიან იმისათვის, რომ უძლედის დაამთავრებელ წელს სახელმწიფოს გეგმის გადამეტების მიზნიდან ასეულ ტონობის ხორცი და მეცხოველეობის სხვა პროდუქტები. მეცხოველეებს ათვისას konkreti ჩამოთებიან. საგაზაფხულო მინდვრის სამუშაოები მათ დროულად ჩაატარეს. გაანოღიერეს მიზნა. ცდილობენ აგროტექნიკური ვადების ზუსტი დაცვით სამშობლოს ბეღელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უხვი მოსავალი შეიტანოს. ახლა კი საზღვარგარეთის სამხედრო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შეადერა მაგანა. სამსახურში უნდა წავიდე. მივლინების შედეგები უნდა მოვახსენო უფროსებს. მოიცო, ჩაიდავლეს. არმინდა. შენდალია, მე ვერ მოვასწრებ. მაგავიქცე. ახლა ვიადულდება. მე წავედი, მამა. მალე მოვალ. წავედი. არ დააგვიანო. გამარჯობა, მარია. გამარჯობა. ძიანიკო, გამარჯობათ. მე და თქვენაირი მასწავლებელი ყავდით სკოლაში. ვახტანგ. მე ესე ცხოვრება აღარ შემიძლია. ეხ, ნიკოს. მეც მინდა მასავით სადმე მეჩქარებოდეს. რაგაცი ხარ, რაგაცი? ვახტანგ, იქნებ მომიხერხო რამე? რაღაცას კი მოგიხერხებ, მაგრამ შენი ამბავი ხო ვიცი? რა სამო, რა? კარგი წონდე მაინც. მოიცე. მე ის ნიკო აღარა ვარ. შენ მაგას მართლა სერიოზულად ამ ერთ კვირაში გამომიდა. აბა, კარგად. უკაცრავად, პირველი თქვენ ბრძანდებით, თქვენ ჩემს მერე იქნებით. როგორ ეს? ეს რა საკითხია? ნუ ეს დოიჩლანდი არა გაქვთ? ნიკუშ, ახალბედო. სადაიკარგი? ხოიცი ჩემი ამბავი. ხანის ხანამდენი ხალხი. რა ვიცი, აბა, სათაც საქმეებია. ხანის მივლინებები, ამ ხელა ოჯახი კისერზე მაწის. ეგრეც არ შეიძლება, ნიკო, ცოტა ხო უნდა დაისვა. მამ ხალხს რა უყო, კაცო, ა? მოვჩები ამ საქმეს და გამოვა. შენთვის იმუშავე და როცა საჭირო იქნება მე თვითონ გავხდი. ნიკუშ, მოიცა. ხუდი დაგჭა. ხუდი დამჩენია ბატონო. მე რა ვიცოდი რომ ხუდი დამჩებოდა, აბა, კარგად ბრძანდებოდე. მაპატიეთ, აი ყველა მაპატიეთ, თქვენ განსაკუთრებულად მაპატიეთ. საერთოდ ყველაფერი, ხო იცით რა ეს არის? ბაბა. ნიკოს გამარჯო. გამარჯობა. რა შევი, როგორ ახარ ნიკო? ხომ კარგად? ნიკო, სად ახარ დაგარგული? საირმეში ვიყავი. კარგად. ჩემი თავისთვისაც ხო უნდა მოვიცალო, ა? ნიკო, ახლა გასვენებულზე ალბათ გაორკეცებული ენერგიით შეუდგებით შენ და გაგოს მას. არა კეთო. მე უკვე სულ სხვა ნიკო. ამოდი ნიკო, ამოდი. არა უშავ, საღამოს გამოვიდე. მაგ დროისთვის ალბათ კაკოც დაბრუნდება. თამარ! თამარ! მოდი, ჰეი, ხშია.
მოდი, მოდი. რა კარგი ხარ, რა არის პატრონი არა გყავს, წამოდი მაშინ ჩემთან ერთად, წამ. გატმევიხ. აი ნამწყარი. ეს ნახევარი, მე, ეს ნახევარი, შენ. ეს ნახევარი ისევ, მე, ეს ნახევარი ისევ, შენ. წამოდი. მოიცა, ნუ გარბიხ, მოიცა. მოდი ჩემთან, მოდი, კიდე გაჩემ, წყალი, მოდი. მე და შენ ასეც ვიშოვი, წმურად გავიყო, ხო? აი, ეს შენ, ეს გაუმარჯოს. ეს შენ, ეს ნახევარი, მე. ერან წავედ. წამოდი, წინი არის, წამოდი. რა უყარ მოსწა? მოიცა სად გარბიხ. მე ნიგომქვი. შენ? არ გინდა რა? ნუ გაიშენე ნებარ მე. გამარჯობა ნიკო. გამარჯობა. ხომ მოგიხარ? არ არის მძიმე, მადლობთ. ეს ძაღლი შენია. ეხლა გავიცანით ერთმანეთი. შენ არ იცვლები ნიკო. კარგად იყარ. ჩემო მეგობარ. შენ არ იცი როგორ მიყვარდა ეს ქალი. დაიღალე? წელი დღეა დავდივარ და ვერ აიხნე. წამოდი. აი შენ ნამწყარი, აი. არ გინდა? მაშინ მე შევჭამ. მეგობარო, უგაცრავად. რა კარგი ძაღლია, რა ხნისა? ეს ძაღლი? ეს ძაღლი არის 1 წლის და 3 თვის ზუსტად. თუ არ გაგვიანდებათ 1 წუთი დამელოდეთ. ეხლა ვერ გამოვალ. მეგობარო. 1 წუთი თუ შეიძლება. უკაცრავად. ეთქობა ძალიან გეჩქარებათ, მაგრამ ძალიან მომეწონა თქვენი ძაღლი, რა ქვია? მეც ყავდა კარგი ძაღლი, მაგრამ მომიკვდა. გასაგებია, მეტად სამწუხაროა ბავი მოხსული. სანადიროთ რომ დავდივარ, ხანვისა ვთხოვდა ხანვის. დავიტანჯე. მართალი გითხრათ, მე არ ნადირობ, მაგრამ მიყვარს კარგი ჯიშის ძაღლი. ძალიან შეჩვეული რომ არ ვიღო. დაგითმობდით. ხოთ, არ ვიცი როგორ კადროთ. რამდენსაც მთხოვთ იმდეს მოგარდროთ. როგორ გეკადრებათ? ეგრე სალაპარაკო. მე რა თქვენ მონადირე ხომ არ ბრძანდებით? არა, მაგრამ იდვით ნამდვილად ვერ მოგხედით. არა, ეს ხომ გაყიდო არ იქნება ბატონო, ეს იქნება საზღაური იმისა, რაც თქვენ დაგიჟდათ მისი აღზრდა. ეგ მართალია, მაგრამ ჩვენ ისე ვართ ერთმანეთს მიჩვეულები, რომ ნამდვილად გაგვიჭირდება ერთმანეთად. კარგად ვცანდებოდ, ჩვენ წავედით. 1-2 დღე მაინც მათხოვეთ, სანადირო წავიყვანთ, რომ გაფუშდება ძაღლი. მართალია. მაგრამ ძალიან გამიჭირდება და რა ვქნა? აღარ არ ვცხოვრო? მადლობა. მეგობარო. ძალიან გადლიერი ვარ თქვენ. საჭირო. მადლობელი ვიქნები თუ მესტუმრებით. კარგად ვცანდებოდ. ხო მართლა, 1 წუთით. თუ შეიძლება. ბოდის ვიხდი. თქვენ სახელი არ გიტყვით. ხომ გითხარით? კონსტანტინე მქვია. თქვენ შეგიძლიათ კოტიგო დამიცახოთ. ზოგი კოტილიას მეძახს, ზოგი კოსტიას. გააჩნდა. არა, მე ძაღლის სახელს გეკითხებით. როგორ დამავიწყდა? მურა ქვია. ისე მურიკელას ვეძახით. ნამდვილი სახელი კი რექსია. მეზობლები სულთანს ეძახიან და ძაღლზე ნუ მელაპარაკებით. კარგად ვცანდებოდ. დიდი მადლობელი ვარ.
მურა. გადავწყვიტე ოჯახს მივხედო. მარია ის საჭმელების წიგნი მინდა, აი ხორცს რომ დაჭრიდა რო, ჩაყრიდა რო, დაატრიალებდა ხორცი რო გამოვა. ხო არა გაქვს? კი, როგორ არის? ბატონო. დასაკითხი არაფერი მაქვს და მას მაინც გადავაყოლებ გულს. მამა მგონი გვეშველა. აი. ახალი სამსახური დავიწყე. თან მივლინებებში ისე ხშირად აღარ მომიხდება ხოლმე წასვლა, რომ დავდიოდი ადრე. ასე ჩქარა მოაგვარე ყველაფერი. ისე კი არ არის საქმე ზოგ-ზოგებს რომ გონიათ. ბედმა გაგვიღიმა, ბედმა. თან სამსახურში რაღაც ფული მერგებოდა, რაღაცებიც ვიყიდე. დღეს ადილად გვექნება ნაზავი ცომის ღვეძელი ხორცი. ვიწყებ ცხობას. ნაზავი ცომის ღვეძელი რომ უფრო კარგად გამოსცენ, 20 კვერცხი, აგრეთვე და ეს ცომი რომელიც ეს გამორგავდა ბურბურთულას, ამის შემდეგ ყოველ ყველაფერი გადაგადა, მე კარგად გააბწყელეთ. ეს გაბწყელებული შემდეგ თუნუქში უმელში და იქამდე იყოს ეს მოსაზრება. მარია! რა მინდა იცი? აი ეს ხორცის სატრიალებელი მანქანა ხომ არა გაქვს, ა? მაქვს, როგორ არა? დარიას ვათხოვე, გამოართვე. დარია! დარია! მარიას ხორცის მანქანა შენა გაქვს? მე რა გინდა, ჩემთან არის. გადმოაგდე. ამოდი და წაიღე. გადმოაგდე. და რომ გატყდეს? მარიასია შენი ხო არ არის? აჰა, აიღე. მე გარეცხე და ისე მიუტანე. რას ვიზავეგმებით? განაკი წაუხსით, კარგად ნახე, 2 საათის განმავლობაში დავყომაზე და ეს ყმენი ასე. ეს გავეღო ჩვენ ხორცი და გავარცხოთ. ის ზინადეიდას გამარჯობა. როცა როგორ ახარ? სად დაიკარგე? არის გაიგე. Dedi, ai, ai.
მოგდით. სამი ბოთლი ლიმონადი და ერთი ბოთლი ღვინო. ქალბატონები მაპატიებენ. შენ კი გაპატიებენ. აი, შენი ჭირი მე მაგვიანდება. ალო, კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის, კარგად გაცრავ. როგორ ახარ? სადა ხარ, კაცო, სადა ხარ, ვეღარ აქედავ. გამარჯობა. იცი რა უნდა ვეკითხა შენთვის. აი ამას ინა ჩემო ნიკოლოზი შემკვდა ის რომ არის, კაცო. თუი როგორ მავიწყდება. ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება, ყველაფერი. აი, შენ დავხედავდი ხოლმე, შენ და ყოველთვის. აი, აქვე ცხოვრობს. აი აქ ცხოვრობს. იცი, შენ მოიგონე. მე ხლა ძალიან მეჩქარება და მალე დავ. შეიძლება ახლა შეიძლება. რა იყო ბატონო? ამ ოთახში ადგილი აღარ მყოფნით არა? მოიცა ბიჭო, მოიცა. მოვიდა. დადი ხა. ხოზელი იღე. ეს იგრი. ჩამ მოვიდა ნუ. თებში მომეცი? მომეცი. ჩემთვის ბევრი არ დასხა. დადი. კარგი მანდა. მეყოფა? მეყოფა. თითებში აიგმედა. რამდენი ხანია წვნიანი არ მიჭამია? მე პირადად არ ყვა უნდა შევინახო. ასე. 1-2 თვე ან წელი. გააჩნია საქმე როგორ წავა. კარგი, მაგრამ წყალი თუ მოაგროვე. რა წყალი? სუფთა წყალი. დადგინე. რა იცი როდის შეწყდება? აი როცა გავიგებთ რომ წყდება, მაშინ მოვაგროვოთ. როგორ გაიგე? ეგეც თუ ვერ გავიგე და კარგად ყოფილა ჩემისა. მე ჩემი თქვი და შენი ცი ბატონო როგორ ძინა? შენი როდიდან დაიწყე მომავალზე ზრუნვა? ეს მე ხომ უნდა დაიწყოს კაცო. რას ხედავენ? ამაში კარგს არ მესმის. რა ნიგუშა, რასოდეს დაგილევია ღვინო. ესა. დღესასწაულებს. რადგანაც ესეა მეც თავლე. დალი. აი. დაგოს. ეხლა ესეც გავშინჯოთ. ცოტა ხანს წამოვწევი. შენ ხომ არ აპირებდი სადმე წასვლას? არა მგონი. იგუშ თინა ხომ არ შეხვდი? არა, რა იყო? მგონი კარგი გოგოა. კარგია თუ ცუდია მერე. არა. ისევ. მგონი კარგი ხალხი დაიწყო. რატო არ მოდი ჩვენთან? ხო არა ფერი აწყენი. რა უნდა მეწყენინებინა? ერე. ერთხელ გენახავთ. რა ვიცი აბა, ხო იცი ჩემი ამბები. საგვირია. ეგეთი ქალი მარტო როას. მე დავქრა. მოკიდე ხელი და მოიყვანე. მე? აბა მე? დაგინა მამა აქაც აღარ მოვიდე? ხედა. გამოვყურდით. კარგი რა მამა.
ბოლო ვის რა თუ მდივა? იმას გევეტრები რომ ეს შემისმინო. სამსახური გაქვთ ესეთი იორღაცხანებივით რომ დარბიხეთ. ესეც თქვენ თანამშრომელია, რა? რა კლიმატიანა გაქვს? ბიჭო, ეს პარასკევიც მოვიდა. აი, შენ რა გითხარი? ვერ შემახსენე? ნახე, ზერზუმდაც. მე ყოველთვის ხوار დაგირეკა. მე არ დაგაკეთებ, კაცურად გეუბნები. თუ არაფერი არ გამოვაქვს კაცურად, მითხარი და შემძას ვეცე. იცი რა ვქნათ? ხუთშაბათს დამირეკე, ან გამომიარე. აბა, კარგად. Doamne, ce n-a grăbit? Ți-am, de ce? Ți-am. De la... დიახ, დიდებული კატაა, ქალბატონო, ამას ძვირფასი მე არავინ არ გამაჩნია ამ კოტინას. იცით სამწუხაროდ როგორ შეეფერება ამ შვენიერ არსებას ისე ვერვული. დღეს ადამიანი ვერაფრისთვის ვერ იცლის. ბევრ სიამოვნებაზე ვარი უნდა თქვას. ამის პატრონმა ესა და ამის დაძმანი სამხრეთ სახალინიდან რომ ჩამოიყვანა, თითო 20 მონეტად მომხიდა. რაღაც საოცრებაა პირდაპირ. თითქოს ყველაფერი ესმის. ეს არის ლაპარაკი არ იცის. ხანდახან ისეთ რამეს იზავს ხოლმე გიждები. სიტყვით ვერ გამოითქმება. წარმოგიდგენიათ, ყოველივე ამის შემდეგ უნდა დავშორდე. ერთს უნდა მივუყვანო. საქმე მარტო ფულში ხომ არ არის. მე ვეღარ ვიცლი მისთვის. და თქვენ ისეთი ქალი ბრძანდებით, რომ ალბათ ყველაფერს მიმიხვდებით. მე შევიძენდი, თუ რა თქმა უნდა, თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ახლა 7 მონეტის მეტი არ ამაქვს. მართალი გითხრათ, ქალბატონო, ეს კატა ვისთვისაც უნდა მიმეყვანა, სულ ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, რომ რიგიანად მიხედავს. საქმე მარტო ფულში ხომ არ არის. ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, ქალბატონო. ხანდახან არც თუ ისე ხშირად ფანჯრიდან მაინც დამანახეთ ხოლმე, რადგან როგორც ზემოთ აღნიშნე, ამაზე ახლობელი მე არავინ არ ამყავს. არ ვიცი, როგორ იქნება ჩემი საქმე. ინებეთ. რას ისევ კარგად ბრძანდებოდეთ. რა არ ხდება ამ ქვეყანას, საოცარია პირდაპირ.
ალბათონო დარია ფას დაუდებელო ადამიანი. ხო. შენსაც მაინც არის ჟლერა? აი, ეს როდის შეგიწყდნენ წყალს, რას გაუგებს კაცი? მამა, რახან ეგრეა მე გავაგზელებ შენ დაწყებულ საქმეს. შენ შედი დაისვე. იქ კუთხეში კიდეა ცარიელი ბუთლები და იმათი გავსებარ და გაიხსნას. მალე ავსი არა. კარგი მამა, რა მოგივიდა რა? აი, არაფერს ვარ მიჩერებ, იმიტომ მიდი ჩვენი საქმე კარგად. შენ რას ვაღებს ამ მსგავსები, რა მოგივიდა? ბოლოს და ბოლოს, მამა ვარ, შენი თუ ვინა ვარ, ჰა? გამოგებინე, რატო? აი, უბრალოდ რამესაც არ მისვრი. ვიღაც არის. დეიდა. ის ჩემი და ხო მოინელეთ, ახლა ერთმანეთს დაერიეთ, არა? დეიდა ჩემო, რამდენი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი. სწორედ აი გუშინ ვფიქრობდი თქვენზე, რამე ხომ არ უჭირს, რამე ხომ არ ჭირდება მეთქი. მე თქვენი არაფერი მჭირდება, თავისთვის ვერ მოგივლიათ. რას გავხართ? სახლი ხომ გადაცვალეთ ამ ჯურღმულზე, ყველაფერი სულით ხორცამდე ხომ გაყიდე და გაანიავეთ. ისიც გაყიდეთ, დედა ჩემის სამახსოვრო, არა? რას ეძებ დეიდა ჩემო? რასაც ვეძებ, ის მე ვიცი. სულ ნამუს გარეცხილები როგორ გახდით? წმინდა არაფერი შეგჭათ? იმას კაცი გაყიდა დედა ჩემის სულის მოსაგონარს? რატომ ჩნდებიან თქვენი სტანები ქვეყნად? რატომ? ჩემი და, ჩემი საბრალო და, როგორ მოტყუვდა შენში, შვილიც მამას დაემსგავსა, პირწავარდნილი მამამისია. კიდევ კარგი, შენს დაცემას არ მოესრო. ახლა გინდათ რომ მე გამისკდეს გული. თქვენ ჯიბრზე არ გამისკდება. არა. აქ არის. ეთყობა დროზე ვერ მონახეთ, თორე მამასაც გაყიდით. მადლობა ღმერთს დროზე მოვასწარი. ქალბატონო დეიდა. თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს. მადლობთ. Auf Wiedersehen. კარგი მამა. რა მოგივიდა? შენ ხო იცი ყველაფერი არა? რა მოხდა მერე? მამა, მოდი ხოლ გიგუშასთან წავიდეთ. სამსახურში რომ არ წავიდე და ერთი დღე გავაცდინო, ამით არაფერი არ დაშავდება მე მგონი. თვითონ რატო არ მოვიდა? რა იცი რა უჭირს ადამიანს? მივიდეთ, იქნებ ცოტა გავერთოთ. მართლა წერდა გიგუშა ლექსებს? ვინ არ წერდა? შენ? ის ჩვენი მეზობელი რომ არის. დარია თუ ავდარი.
აი, მაგისთანების წყალობით მოხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში. ხო და 30 დღეც იქ ბრძანდებოდი. ხო, კიდე რა უნდა მეთქო? აი, ის შემხვდა. როგორ მიყვარდა? ხო გახსოვს ლილი? შენ კიდე მეუნები ცოლი მოიყვანე. კარგი რა. ჩაიდავლიოთ. სად არის? ეს არის. ასე დაუგე. გათენა კი არა, მამა მგონი სამსახურშიაც დამაგვიანდა. აი, წალდამარები. შილო. მოდი. აბსოლუტურად ხედა. სულ ერაკის. ხედავ მამა. ვერ ხედა. მოგეშინია, მეგოში. მოგეშინია. ეთყობა. რაც ნახავი იყო უკვე ნახე. აუცილებლად შემოიარე. ესე უცებ შეიძლება დაბრუნდეს კაცს. როგორ გითხრა? ხდება ხოლმე. არაფერია შეიძლება. ხომ იცი ასაკსაც არ გნიშნელობ. ნახვამდის. მამა. კარგად იღებთ. ნახვამდის. მადლობთ. ნახვამდის. სულეზოში უნდა იყოთ. შეგით ახლა ვისაცხრე. გონი მარია უწრება ბავშვებს, არა? სად ასეთი ხანი პატრონებს. გამარჯობა, მარი. გამარჯობა. საით გაგიწევია? საქმე მაქვს. ერანგი გაგიუთოვდა, ხვალ გამოიცვალე ძალიან გთხოვ. დიდი ხნით მიდიხარ?
არა მგონი. ტკბილი მოგიტანო? იგოს. სადმერი ხარად ვერ მეუბნე. კარგ საქმეზე მივდივარ, მამა. შენ რო გაგეხარდება, ისეთ საქმეზე მივდივარ ზუსტად. გონიჭვი მას აპირებს. რადიო ჩაგირთო? არ მინდა. იგოს, რატო არ მეუბნები სადმერი? მამა, კარგ საქმეზე მივდივარ, გეუბნები. აღარ. ნიკო. შენ როგორც ხედავ, სადღაც აპირებდი წასვლას. მიდი ხარ სად? არა, სად არ მივდივარ. მოდი. მაინც როგორც ვატყობ, სადღაც მიდიოდი. რა? შვენივრად გამოიყურე. კარგი. დაიწყე არა ისე შენ. მართლა შვენივრად გამოიყურე. ნიკო. მაინც რატო არ აგჯერა რომ შვენივრად გამოიყურები, ა? ალბათ აქეთ საქმე ქონდა არა. მამიდა ჩემი ცხოვრობს დედის მხრიდან. მამა როგორ არის? მამა დაბრმავდა. დაბრმავდა? ერთჩვენი ადგილს გაიბრიძა და ვერაფერი დაინახა. კარგად იყავით, თინა. ამ ბოლო დროს ცულ შენ ხსენებაში, სად აიკარგავ? თინა, სად აპირებდი წასვლას? არცად. შენ არ დალე? არა. დაგიმარჯოს. ეხლა რას ეკეთებ? რა ვიცი, არა როგორც ვხედავ, ვერავაწყო ჩემი საქმე. რა უბედურება გაუჩდი ამ ქვეყანას? ჰა? რა გაუჭირე საქმე? ჩემო თინა, ტყუილად აღტანჩე. შენც ნახე რა ადამიანი. ირთვისაც ღირდა ამდენი ლოდინი. ეგ არაფერი. ვინა ვარ მე? რატომ ვარ? რისთვის ვარ? შენც დაგტანჯო? კიდევ ცოდვა მეუმატო. ამისთვის მოხვედი. ეს. შენ გაგიმარჯოს. დავით. და სახში არ დამხვედროდი. Gabriel, გამარჯობა. ნიკო სახშია? გაგიმარჯ. რომელი ბიჭო? თენგიზი ვარ. ჩენგიზ. შემოდიშ. Gabriel.
სხვადასხვა გამოვივლი. როგორ არის მისი საქმე? რა ვიცი, მაგასაც შემსავით არა ეწყობს ხოლმე. გული ვერაფერს დაუნდა ბოლომდე. რამეს რომ ბოლომდე მიჰყოლოდა სხვაზე ნაკლები არ იქნება. ამას იმიტომ კი არა ჩემი შვილი. ყოლა სპანაერად არის მიწმული. ეხლა ვიცი რომ ბევრ რამეს ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი უცხო იყო მისთვის. ამიტომ არის აგე. ეცოდება ნიკუშა. მაგას სული მაინც რომ მოეყვანა, შვილები ეყოლებოდა. ალღო ერაფერს აუღო. ვიცი, ერთი ქალი უყვარდა. ისიც გათხოვდა. რას? ხდება. თენგი შენ თინას იცნო. კი, როგორ არის? ნიკო ამბობდა? ესენი ისიც არ გამოვბედურო. ქალი ელოდა და აბა რა ეკ? ისიც გათხოვდა. აბა რა სიზონი? იაშ, ჩამოძე, ჯეგაბრი. ისე გარმამატო. იბანახონდეს. ო, ნიკო, გამარჯობა. მართალის გამარჯვეს. როგორ ხარ? რამდენი ხანი არ ვინახე ხარ? როგორ უნდა ვიყო? დავდივარ აღმადაღმა. მამაც დამებრუნდა და არ ვიცი რა ვქნა. რასან? მუშაობს სად? ერთი შემპირდა, მაგრამ პირი არ უჩანს. შენ როგორ აქვს სკოლის საქმე? მე რა მიჭირს? ვასწავლი და ვარ. ჩემთვის არაფერი მოიძებნება. რა ვიცი, რა გითხრა? გერმანულის მასწავლებელი არ ჭირდებათ. არა მგონი. კარგად იხარ. ნიკო, მოიცა. ერთი ჩემი მეგობარი რაიონში სკოლის დირექტორად მუშაობს. გონი მაგას ჭირდებათ უცხოენების მასწავლებელი. მე ეგრე მახსოვს. მაგას მე დაგიზუსტებ. ისე, ახვალ რაიონში. რატომ არ წავა? მაგრამ მამის მარტო დატოვება მიჭირს. იცი რა? შენ დამიზუსტე და მე აუცილებლად გამოგივიდე. კარგი ნიკო, კარგი. გამოიარე ბიჭო. ისედაც დავეკარგეთ ერთმანეთს. ერთი ეს ჩემი საქმე აიწყობოდეს ნეტა. აბა, კარგად. შეიძლება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. რა საქმიდან? არის ერთი მნიშვნელოვანი საქმე. რომ გამოვა, მე რეგეთ. გონი რაღაც გამოვიდა. რა გამოვიდა? მანეთიანი საქმე გამოვიდა. ის მანეთიანი, ამანეთიანი რას ბუდიალო? ლატარის ბილეთები მქონდა, მეგონა რაღაც გამოვიდა და არაფერიც არ გამოვიდა. წავედ. სად მიდიხარ? სამსახურის საქმეებს. რა დროს სამსახური? ხომ იცი რომ ახალ სამსახურში გადავედი? დედები. შენ არ მეუბნებოდი უკვე ვიშოვე ახალი სამსახური. ხო, მაგრამ ეს ის არ არის რაც მე მინდა. შენ იცი რას გეტყვი? ამ ბოლო დროს სუმატყვებ. რას გატყვებ? რას? რა გეჩვენება ყველაფერი? სახში ჩემთან სულ არ ახარ. აბობისთან ერთად ვარ, შენ რა დაყვები წინ და უკან. კარგი. ასადაც არ წავ. სახში დავექდები. კინდა ეზოში გაგება. იქ დაჯექი. ისე ხომ მაინც კარგი ბიჭი ვარ. დიდი არაფერი.
ალევარის მოგდებოდი. გამარჯობა ნიკო. გამარჯობა. ნიკო, სადა ხარ? სადაა კარგი, რატომ არ გამოჩდი აქამდე? რა გინდათ? ინსტიტუტიდან ხო გამაგდეთ? ეხლა ხომ კარგად ბრძანდებით. მე გიშლიდით ხელს არა? კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ნიკო, მოიცადე! ნიკო, მოიცადე, კაცო, მოიცადე. ბიჭო, ხო შემპირდი იმ ვალს, მალე მოგწევ. რატო არ მიბრუნებ, ა? შულა რეიდა რა. ეხლა მაგდენი არ ამაქვს. აუცილებლად დაგიბრუნებ ამ დღეებში. გამარჯოს ნიკო. გამარჯობა. ნიკო, ერთი 13 გჭირდება რა. ვალე მქონდა იმეცე და. აბა დიდი მადლობა. ერთი ორი მაინც და გამარჯობათ. გამარჯობა. ვერ ვიცანით მე ალბათ. კი, როგორ არა? როგორ მომანატრა თავი. ნუ თუ გადამეჩვია. მართალი უთქვამთ ძველ ბერძნებს, კატასო სითბო ურჩევნია სიცივესო. თქვენ ქალბატონო სხვანაირად არ მიიღოთ ეს მცირედი ძღვენი ამ უმათურისა. რას ბრძანებთ? არა, მე დარწმუნებულია როგორც საკუთარ კატას ისეულით, მაგრამ ხო იცით, პატრონის გული მაინც სულ ეჭვშია, რამე ხომ არ აკლია უცხოობაში, რამე ხომ არ უჭირს. ხომ არ შემობრძანდებით? არა, მადლობთ ქალბატონო, სხვა დროს იყოს. იცით რა შესაძლოა, 22-ში ერთი წელი უსრულდება ამ სულელს და თუ შეიძლება გამოვივლი და იქნება გავასეერნო კიდევაც. რასაკვირველია თქვენ თუ ნებას დამართავთ. უთუოდ, როცა გენებოთ. ახლა ის დიდი მადლობა ქალბატონო ჰუმანური დამოკიდებულებისათვის. მალე როგორ მოდერაბად გაცრავთ პირველი თქვენ ბრძანდები? თქვენ ჩემს შემდეგ იქნებით. გამარჯობა, ჩემი მოხარს ახლა ვარ. როგორ ბრძანდება თქვენი ჯანმრთელობა? რა გნებავთ ბატონებო რა? იქნებ მიამჯიხურის დირექტორი გახლავართ და ჩემ თანამშრომელს შევა დარიგებას. ვაძლევ რომ თქვენ უკეთ მოგემსახუროთ. რა არა მაქვს ამის უფლება თუ რა? არა ვარ სწორი ბატონო. ნებს ლაპარაკობ ნიკოლას, ვერ გავიგე. რა და ერთი სამსახურ შემპირდა. თვითონ კი მივლინებაში წავიდა. ერთი თვე კიდევ არ იქნება და ასეთ პირობებში როგორ ვიმუშაო? მოიცა, მაგათ მოშნეულობდი. მე ახლა მოვჩები გაზეთების გაყიდვას და სადმე წავიდეთ. ისი რას გეტყვი? შენთვის იმუშავე და როცა საჭირო იქნება მე თვითონ გამოგივი. ნიკო, სულ გაფუსტი. ერთი ჭიგაც არ გინდა ჩემთან დალია. ერთ ჭიგას ორი ჭიგა მოხება, ორ ჭიგას 4, 7, 9, 12, ბახმელიდან გამოსვლა ისევ შესვლა, სის ძარღვების გაფართოება, სის ძარღვების შევიწროება, ისევ გამოსვლა, ისევ შესვლა და ბოლოს ფსიქიატრიული კლინიკა. იქ იცით რა მითხეს? აი ამის თანებს ერიდეო. ხო და მეც ვერ იდები და კი ნიკო, დავშვიდი, რა მოგივი? აი ბატონო, ხო ხედავს როგორ ცდილობს ეს კაცი, როგორ გასამაც ცდინოს. არა ბატონო, მე არ თალბერი დამინონია და არ თალბერი დამინახავს. განზე გადი და იქ იჭუბეთ, კაცო, რა ამბავია? თქვენც რა კარგი ადამიანი ბრძანდებით. თქვენ რა მე მიცნობთ? მე თქვენ არ გიცნობთ? თქვენ არ გიცნობთ? მე თქვენ ყველას გიცნობთ. აი წუხელის. მაგალითად წუხელის. მოვდიოდი ქუჩაში, ჩემთვის პატარა საწყალი. არ მახსოვს თქვენ თუ თქვენ ამხანაგებმა გადამიარეთ. მე დამაგდეთ თუ დავეცი, ზუსტად არ მახსოვს. თქვენ წახვედით, მე დაგიძახეთ. ამხანაგო. მეგონა გაიგონებდით ჩემს ბედრებას. თქვენ თუ თქვენისთან ამხანაგები. დიახ, მიდი მოდიოდით და გადი გამოდიოდით ჩემზე. თქვენ იძახდით. შეხედეთ, როგორ ცახცახებს ეს კაცი. ამხანაგო. ძალიან გთხოვთ, ნუ დამდებთ და საერთოდ შემეშვით.
შემეშვით. თხოვთ. თავი დამანებენ. ჰა, 30, 78, 90 დღე დამჭა. მე თქვენსავით უკდავი არა ვარ. შენ ამხანაგო, არ იცი დამცინო თუ რაკნა. გაყიდე გაზეთები და როგორც ზემოთ აღნიშნე, მე თვითონ გამოგივლი. ჰა? ქალბატონო, როგორ ამემღვრა გონება? მადლობთ ყურადღებისათვის. ბომ ბომ. რომელი საათი? გაჩერებული. მადლობთ. გამარჯობათ. მაგიმას. ერთი მუშა მჭირდება რა. ვარ ამცალია გენაცრ. მიწამა გასათხრელი ეზოში. თუ გინდა ხვალ დროს გამაიარ. აბა რა ვქნა ვის გავათხრევინოთ, მამ? მე პარკეთში კი ვარ, ეხლა მაგაზე ხეს ხო არ გავიფუჭებ არა? მოიცა. რა, კაცო. რა გნებავთ უფლოს? აი, მანქანით წავით. შორს არ არის. 15 მეტრია გასათხრელი. მილები უნდა ჩავყარო. მანქანა აგერ არის. წავიდეთ. პატივს გცემ. მეტი რა გინდა? ეგ გასაგებია. იარაღი გაქვთ თუ წამოვიღო? როგორ არა მაქვს? წავიდეთ. არა, წერაქვი და ბარი მაქვს. მეტი რა იარაღი გინდა? წავიდეთ. ოღონდ ეს გამათხრევინე და კაი მანავის წონე ჩემს ეოს. აი მანქანა დაჭერე. უკაცრავად. როგორი მიწა? მაგარი თუ რბილი? მიწა, აბა მე რა ვიცი. არა, მიწა სხვადასხვაგვარი არსებობს. მიწა თიხიანი, ქვაღორღიანი, ან კლდოვანი. ყოველ ნიადაგს თავისებური მიდგომა უნდა. აი აქ უნდა გაითხაროს. აქედან აქამდე. გასაგებია. რა სიღრმეზე გავთხარ? 9 მეტრი. თუ მეტი იქნა, უკეთესია. ერთი დღე სამუშაო. თქვენი სახელი? ვასილ მიხაილოვიჩი. ბატონობას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვალში არ დაგრჩებით. თქვენ მშვიდად ბრძანდებოდეთ. თქვენი ნება. ნიჩაბი. ესეც ბარი. წერაქვს ტარი აქ მონჯღრეული. შეიძლება სხვა მომნახო. უფროსო. ერთი თქვენ გახარებას მეუღლეს დამიძახეთ, რა თუ შეიძლება. უფროსო. ერთი ქვეით ჩამოვძანდით, რა თუ შეიძლება. ძვირფასო, ეს იღრმე კმარა თუ კიდე უფრო ღრმად გავდა. მე მგონი საკმარისია. კეთილი, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით დიდხანს აღარ შევიბაზრხებით. თქვენც რა კარგები ხართ? ბროზო, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე? მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენდა.
თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ. თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემ თავს ყოველთვის გავით და სულ კარგად იყავით. ია! გამარჯობა. თუ ზმახარაც მაგასთან მეთქე და მე მოყოლე სახში და შემიჭირები რა. ვერ დავწარი ადგილით. წამოწამო. ეხლა მოდი განაცვალე. მიწეს. გამარჯობა. მე შენთან ბოდიში მაგჭემოლია ხო იცი მოსახდელი. იმ დღეს რომ გაწყვენინე რაღაც ვერ ვიყავი არეული ვიყავი. არ გწყვენია ნიკო რა სალაპარაკო არ მიცნო. აქვს ზოგჯერ ისე ვარ ხოლმე გაფრთხილებული რომ არ ვიცი რა. არ ესე ხან ხო იცი რაღაცნაირი ესაც იქნია. ახანაკმა მათხოვა თუ გინდა ნახე. It was many and many years ago in a kingdom by the sea that a maiden there lived whom you may know by the name of Anna Billy. შესანიშნავი რამეა. პაპატი შენ გენაცვალე. არ გეწყინო შემოლია რა. ხო იცი რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი და ხან კარგად იყავი ნიკო. ისე ვარ ხან ეს იქნება კაცი და რაღაც კარგად. ხალბატონო ხალბატონო გამარჯობა გამარჯობა თუ გახსოვთ დღეს 22 რიცხვია ჩვენი ფისუნიას დაბადების დღეა აი მე მას საჩუქარი მოუყვანე კი მაგრამ მე შევძლებ ორივეს მოვლას ო თქვენ მაღაზიაზე ნუ შეწუხდებით ხალბატონო ისინი თვითონ მიხედავენ ერთმანეთს თელი სიცოცხლე ერთად იქნებიან და არ მობეზდებათ ეს დამღლელი ცხოვრება Sultan. Modi. Modi შემიჭირი. Modi. ვინ არის? ეს მამა ჩემი, ეს სულთანი. წამოდი ჩვენთან ერთად ვხოთ. წამოდი. ეს არის მე რომ გეუბნებოდი ხოლმე. სადა ხარ? Замочь. Мария. Чудат არ გამიგო. დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე. გადმოიყვანე შენი ბავშვები და გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლად. დედა, მე ძიანიკოს მივიხმარებ. კარგი შვილო. პაპა, მე ძიანიკოს მივიხმარები სახლის აშენებაში. კარგი შვილო, კარგი.
გაგიმართ. მე წავედი სამუშაო. მე ჩამოვალ რა. ხერხი წამომიხი. ეხლა გურს მე მომიდანე? ახლა. ხილა, პაპა, ნელა, რა საკეთებია? სახურავს საკეთებს. გამარჯობა, როგორ ახარ? მამა როგორ არის? დაშვევ. რა ვიცი, დავოჯახდი. ოთარი შევხვდა. გონი შენი სამსახურის საქმე გაკეთებულია. შეგვიძლია მუშაობა დაიწყოს სკოლაში. აქვე ახლოს არის. ამოვალ და ყველაფერი დაწვრილებით გეტყვი. დასრულდა ესე ამბავი. ვითა სიზმარი ღამის. ესე იგი